მოგესალმებით ბავშვებო. მე ვარ საშობაო ბაზრობაზე და ძალიან ლამაზი რაღაცებია. ევროპული საშობაო ბაზრობების სანახავად გერმანიის დედაქალაქ ბერლინში ჩავედი, რადგან აქ ამ დროს ულამაზესად ირთვება ქალაქის სხვადასხვა უბანი. დავიწყოთ ალექსანდრ პლაცით, ბერლინის ერთ-ერთი უმთავრესი მოედნით, სადაც ძალიან ლამაზი საშობაო ბაზრობა დამხვდა. ბაზრობაზე უამრავი ტკბილეული, ულამაზესი სათამაშოები და ასეთი უგემრიელესი ბურსტი იყიდება. ალექსანდრეს მოედანზე ამ დიდმა საათმა მიიქცია ჩემი ყურადღება, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქის დროს აჩვენებს. აქვეა ბერლინის ტელეაგზა, რომლის სიმაღლე 365 მეტრია. გარეთ ძალიან ცივა, ამიტომ ახლა ეს გემრიელი ცხელი შოკოლადი, რომით ყვიან მისწრებაა. ახლა კი მუზეუმების კუნძულზე უნდა წაგიყვანოთ, სადაც 5 ძალიან მაგარი მუზეუმია განთავსებული. მე მხოლოდ ერთში ახალ მუზეუმში შევედი, სადაც ძველი ეგვიპტის კოლექციებია თავმოყრილი. მათ შორისაა ეგვიპტის დედოფლის ნეფერტიტის ბიუსტი. მუზეუმების კუნძულზევეა ბერლინის ეს უზარმაზარი საკათედრო ტაძარი. ტაძრის პირდაპირ მდინარე შპრეეს მეორე მხარეს კი ძალიან საინტერესო მუზეუმში მოვხვდი, სადაც ყველა ის ნივთია თავმოყრილი, რომელიც აღმოსავლეთ გერმანიაში ცხოვრებას აღწერს ოკუპაციის დროს. ბერლინში დღემდეა შემორჩენილი ცნობილი კედლის ფრაგმენტები, რომელიც ქალაქსა და ქვეყანას ორ ნაწილად ყოფდა. ჩეკპოინტი ჩარლია, ცნობილი საკონტროლო გამშვები პუნქტი, საიდანაც ბერლინის კედლის კვეთა იყო შესაძლებელი აღმოსავლეთ გერმანიიდან დასავლეთში და პირიქით. ბერლინის კედლის ნაწილი იყო ბრანდენბურგის კარიბჭეც. თუმცა ის გაცილებით ადრე მე-18 საუკუნეში ააგეს, როგორც მშვიდობის სიმბოლო. აქ უამრავი ტურისტია და ყველა სამახსოვრო ფოტოს იღებს. ბრანდენბურგის კარიბჭის მიღმა ეს ულამაზესი და უზარმაზარი პარკია, წირგარტენი, სადაც ფაშიზმის მსხვერპლთა არაერთი მემორიალია აშენებული. იქვეა ყველაზე დიდი მემორიალი, რომელიც ფაშიზმის დროს ევროპაში მოკვლული ებრაელების ხსოვნას ეძღვნება. ახლა კი რაიხსტაგთან მოვედი. ეს გერმანიის პარლამენტის ბუნდესტაგის შენობაა. შენობას ძალიან ლამაზი მინის გუმბათი აქვს, საიდანაც მთელი ბერლინი ჩანს. მართლა, მე ხომ აქ საშობაო ბაზრობების სანახავად ჩამოვედი. ძალიან ლამაზად მორთული ბაზრობა დამხვდა ჟანდარმენ მარკეტზე და პოტსდამის მოედანზე. თუმცა მე ყველაზე მეტად კაიზერ ვილჰელმის მემორიალურ ეკლესიასთან მოწყობილი ეს საშობაო ბაზრობა მომეწონა. ძალიან მიუწმენებელი ვიყოფები საშობაო ბაზრობაზე. ესეთი უგემრიელესი და ულამაზესი ტკბილეულები შეჭმაროვანია. ესეთი ხო? ესეთი რაღაცებია. ტურებია, რო გაჭმობს. ეს ხათაშორის ჩვენ ვეძებ და ესეთი ლამაზია. ეჭვიან მეპარება რომ არ ვიყო. აჰა. რაც რომ ვიყიდოთ. ძალიან კარგად ასახავ. ბაზრობიდან ზოოპარკისკენ გადავინაცვლე, თუმცა იქ მხოლოდ ამ ქვის სპილოების ნახვა შევძელი, რადგან ფრინველებში გავრცელებული გრიპის ვირუსის გამო ზოოპარკი დროებით დაკეტილი დამხვდა. სამაგიეროდ უფრო მეტი დრო დამრჩა აკვარიუმის დასათვალიერებლად. ბერლინის აკვარიუმში სამწუხარო ზოოპარკი იყო დაკეტილი და
აქ მოვედი, მაგრამ მოყვარი ძალიან დიდია და ძალიან მოწონს. აქ არის ძალიან ბევრი გველი და ბევრი ხვლიკი. აქ რა არის? გველი. ორი ცალი. აჰა. არის? ლიანგი და ხუები. აქაც ლიანგი. მეთამლა ლიანგებს იცავ. და ხუებსაც. ბერლინის საოცარი ქალაქია. საშუალო ბაზრობები მართლა ჯადოსნურია. აქავრება ნამდვილ ზღაპარს გავს. მადლობა რომ ჩემთან ერთად იმოგზაურე. თუ მოგეწონა ვიდეო და ლაიქე და გამოიწერე ჩემი არხი.